Ștan ერთად თქონდა ძალიან დიდი შრომის შედეგი ეს წარმატება, რასაც მე მიაღწია და ძალიან დიდი მადლობა. ამ ყველაფრისთვისაც დიდი წარმატება მინდა გისურვოთ. ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დასაწყისია ეს ყველაფერი და წლების მანძილზე მეტი და მეტი წარმატება იქნება და ამას როგორც ვთქვა, საფუძველი თქვენ ჩაუყარეთ და ამისთვის განსაკუთრებული. ალბათ და წარმატებები წელი მინდა გისურვოთ, ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ და წარმატებები ასევე ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან გვიხარია, ძალიან ვამაყობთ იმით, რომ უკვე მეორე თვისწევს ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ნაკრებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა და ძალიან იმედიანად ვართ, რომ ესევე წარმატებით ვიასპარეზებთ, როგორც პირველი იყო, პირველიც გვახსოვს, მაშინ ჯგუფი დავძლიეთ, გავედით შემდეგ ეტაპზე და ასევე ძალიან მოტივირებული, ძალიან კაი გუნდი ყავს, ძალიან გვიხარია, მინდა კიდევ ერთხელ ბიჭებს მადლობა უთხრა, მიულოცო და რა თქმა უნდა წარმატება უსურვო მათ ჩვენ ქვეყანაზე თითოეულ ჩვენთანაც. მე ვფიქრობ, ზათა ვართ ევროპის ჩემპიონატისთვის, დასკვნითი ვარჯიშია დღეს და მივემგზავრებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვცნობთ ჩვენი სახელმწიფოს განხარდაჭერას, რაც ესე დროს ძალიან მოტივირებულს ხდის ფეხბურთელებს ჩვენს უყველას და მე ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენ ყველას ერთად რომ მივახციოთ იმ წარმატებას, მინიმუმის წარმატება გავიმეოროთ, რაც წინა ევროპის ჩემპიონატზე იყო. ჩვენ ვპირდებით ყველას თავდადებას, არავინ თავს არ დაზოგავს. დანარჩენი უკვე მაინც რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, გამოჩნდება მოედანზე. ერთი ის ვიცი, რომ ყველანი ძალიან ამაყები ვართ იმითი, რომ ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენთ ესეთ მაღალ ტურნირზე, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია. რა თქმა უნდა, რთული ჯგუფი არის, ევროპაზე არ არსებობს ადგილი მოწინააღმდეგე. ორი ტოპ გუნდი არის ჯგუფში, ხორვატიისა და საფრანგეთის სახით და ლატვია მასპინძელი გუნდი არის, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და რთული თამაშები იქნება ბუნებრივია, თუმცა ჩვენ მზად ვართ და ჩვენი გზა გვაქვს არჩეული, რომელსაც ამდენი წელია მიყვება ეს ნაკრები და ჩვენი მოლოდინი გვაქვს და მიზანი რა თქმა უნდა ჯგუფიდან გასვლა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი იქნება, მაგრამ დავიწყებთ პირველი თამაშიდან და გზადაგზა გამოჩნდება უკვე ყველაფერი. მოლოდინს რაც შეეხება, მასპინძელი ქვეყანაა, სავსე ტრიბუნა იქნება, მაგრამ პირიქით რა, მე ჩემ თავზე რო თქვა მაგალითად, ორმაგ მოტივაციას მაძლევს და უფრო სასიამოვნოა ესეთ გარემოში თამაში. უნდა გავიმარჯვოთ. მოგება, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ნაკრები ძალიან განვითარდა, აუცილებლად პირველი თამაში არის მოსაგები და ყველაფერს ვეცდებით ამისთვის, რომ სამი ქულა ავიღოთ პირველივე თამაში. მზად ვართ. გუნდი კარგი ხანია იმზადება, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხდით, მაგრამ მოლოდინები რა თქმა უნდა დადებითი გვაქვს. ამ ეტაპისთვის ჯგუფიდან გასვლა. არა ვიცით, რომ ეს არ იქნება მარტივი და ბრძოლის და თავდადების გარეშე ვიცით, რომ არ გამოვა, მაგრამ ბიჭები მზად ვართ.